ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა მისვე სახელობის მუსიკალურ ცენტრში. კონცერტზე თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა, საქართველოს საგუნდო კაპელამ და სოლისტებმა ვახტანგ კახიძის დირიჟორობით ფრანგი კომპოზიტორის გაბრიელ ფორეს რეკვიემი შეასრულეს. საღამოს მეორე ნაწილში კი ვახტანგ კახიძემ მსმენელს საშობაო ტრილოგია წარუდგინა ცნობილი ქართველი დირიჟორის და კომპოზიტორის გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა. ფაქტობრივად ეს რეკვიემი შესრულდა პირველად საქართველოში. შესრულებულა რაღაც ნაწილები ფორტეპიანოს თანხლებით, მაგრამ ამ რეკვიემის შესრულებისთვის აუცილებელია ორგანი, გუნდი და ორკესტრი. და ვინაიდან ამან ყველაფერმა ერთ შენობაში მოიყარა ახლა თავი, ამიტომ შესაძლებელი გახდა ამ შესანიშნავი ნაწარმოების შესრულება. ეს ერთ-ერთი ნათელი ფურცელია იმ საუკეთესო ნაწარმოებებს შორის, რაც ვახტანგ კახიძეს დაუწერია. მალიანი პირად არის გაკეთებული და განსაკუთრებით საინტერესოა, რომ მას გამოყენებული აქვს იქ ხალხური სიმღერები ისე ორგანულადაა შერწყმული კლასიკასთან, რომ მართლაც ძალიან კარგ საბიჭლებას და შემთხვევით 4 მაგათ არის სასიამოვნო, იმიტომ რომ ჯერ ერთი ორივე ნაწარმოებიდან მუსიკა ჟღერდა ჩემს სპექტაკლში და მე თითქოს მონაწილე ვარ ამ საქმესა და ჩემთვის ძალიან ორმაგად სასიამოვნო იყო. მაყურებელი ვინც დაესწროთ მევანდელ საღამოს უდიდესი სიამოვნება მიიღო და მართლაც დარწმუნდა იმაში, რომ დიდი ხელოვანისთვის ამ კონკრეტულ შემთხვევაში მუსიკაში საზღვრები არ არსებობს, იმიტომ რომ ეს იყო ადამიანი, რომელმაც თავისებური მუსიკალური სამყარო შექმნა.